მინდა შენი ყურადღება შევაჭირო პირის ღრუს ჰიგიენაზე. ამისათვის არსებობს ორი საშუალება: ქიმიური და ნატურალური. ეს არის ჩვეულებრივი კბილის პასტა, რომელიც იყიდება აფთიაქებში და სუპერმარკეტებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის შეიცავს სოდიუმ ლაურილ სულფატს, რომლის ქიმიური ფორმულა არის C12H25 ნატრიუმ SO4, რომელიც არის ძლიერი ქაპწარმოქმნელი და რომლის მიღებამ შეიძლება ხშირმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრძლების გაღიზიანება. მეორე მნიშვნელოვანი ქიმიური ელემენტი, რომელსაც ეს კბილის პასტა შეიცავს, არის ფტორი, რომელიც არის შეუცვლელი პროდუქტი კარიესს და ბრძოლაში, რომლის ზედოზირებამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას კბილის ემალს. ეს კი არის Forever-ის კბილის პასტა ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული. ესენია სტაბილიზებული ალოე ვერა, რომელიც არის ანტიბაქტერიული, ანტიოქსიდანტი და რომელიც ამშვიდებს ჩვენს ღრძლებს. და მეორე მნიშვნელოვანი პროდუქტი ეს არის ფუტკრის პროპოლისი, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი ჯანმრთელი ღრძლების შესანარჩუნებლად. მაგრამ Forever-ის კბილის პასტას აქვს ერთი მინუსი. თუ შეიძლება ამას მინუსი ეწოდოს. ის არ შეიცავს ფტორს, რომელიც არის შეუცვლელი პროდუქტი კარიესთან ბრძოლაში. თუ გაქვთ კარიესი და მიდრეკილება კარიესისადმი, ეს კბილის პასტა არ გამოგადგებათ. ამისათვის არის ეს ჩვეულებრივი კბილის პასტა. თუ გაქვთ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში და უჩივი ღრძლების პრობლემებს, ეს კბილის პასტა, ანუ Forever-ის კბილის პასტა შეგიძლია თავისუფლად მიიღო სტომატოლოგის მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად, რადგან ეს არის უსაფრთხო, ეს არის ნატურალური და არ არის ქიმიური. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ Forever-ის კბილის პასტა უნდა იყოს ყველა ოჯახში. შენ თუ გსურს რომ გქონდეს, დამიწერე კომენტარებში გსურს და მე დაგიკავშირდები.